უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით ფინანსებში, პირადსასწავლო ურთიერთობაში, რჩევები თქვენთვის და ზოგადი ენერგია ბალანსისთვის არ დაგავწდეთ ვიდეოს დალაიქება, ჩემი გვერდის გამოწერა და კომენტარში გულების და სიყვარულის გაზიარება. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ვნახოთ ზოგადი ენერგია თქვენი როგორი იქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსებში რა გელოდებათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. პირად ურთიერთობაში რა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. და რჩევა თქვენთვის მომდევნო ერთი კვირასთან დაკავშირებით როგორ გაატაროთ კვირა ჰარმონიულად. კვირაზე ზოგად ენერგიებში ვიტყოდი, რომ საკმაოდ ბევრი სიახლის მომასწავებელია თქვენთვის და ბევრ სიახლეს გპირდებათ. აქ შესაძლებელია რაღაცა საკითხთან დაკავშირებით წარმატება, გამარჯვება, წინსვლა, აღიარება მოიპოვოთ და თითქოს და რაღაცისთვის იბრძოდით, წვალობდით და ამ კვირაში არის შანსი, რომ დაგიფასდეთ. თითქოს ერთი ძველი კარი უნდა დახუროთ, ერთი ძველი ეტაპი უნდა დახუროთ და ახალ შესაძლებლობებს, ახალ გზებს უნდა გაიხსნას ახალი კარი თქვენ ცხოვრებაში ერთი კვირის განმავლობაში. კვირა ტრანსფორმაციული არის საკმაოდ ცვლილებების მომასწავებელი. აქ თქვენი აქტიურობა, თქვენი ინიციატივიანობა, მოდუნებულები ნამდვილად არ იქნებით ერთ კვირაში. რაღაცა შესაძლებელია აქ ფინანსებთან დაკავშირებით იყოს ასევე ცვლილებები, განსაკუთრებით, აი ტრანსფორმაცია და ცვლილებები უფრო ფინანსურ მხარეს უკავშირდება მატერიალურ საკითხებს და მატერიალურ ასპექტებს. შემოსავალი, შანსი, ფული, რესურსები გექნებათ მომდევნო კვირაში, ხარჯებით ჩანს პირდაპირ, რომ გასაცემით და დანახარჯით ძალიან ბევრია. ფინანსებზე ფრთხილად იყავით, მაინც ზურგს უკან ვიღაცებს თქვენ მიმართ შური არ ამოძრავებდეს და დანაკარგებში არ გაგიყვანონ, გაფრთხილდით ამ კუთხით. არავის ენდო ზედმეტად ფინანსებში მომდევნო კვირაში. ხა თუ გასაცემი გაქვთ ხარჯი, გასაგები ამას ვერ საწაუხოთ, მაგრამ მოტყუებებთან და ზურგს უკან მოქმედებებით ცოტას არის ყვა მომდევნო კვირაში. ფინანსური კუთხით რისკებზე არ წახვიდეთ უახლოეს ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირადშიც საკმაოდ ესეთი შესაძლებელია დიდი ხანიათ გახართ გარკვეული არჩევანის წინაშე პირადში და გარკვეული საკითხები არის გადასაწყვეტი და ვერ ჩამოყალიბდით. ან თქვენზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული და პარტნიორს უყურებთ, ის როდის მოიფიქრებს, ის როდის გადმოდგავს ნაბიჯს, მისგან რა შეიცვლება და დროში გაწელილი პროცესია. ამ კვირაში ახლა რომ ვთქვათ, რომ რამე განსაკუთრებული აქტიური და სიახლე იქნება, არა, უფრო განსდამჩება, რომ აი ძველი ენერგიების შემოდინება, ძველი ენერგიების გაგრძელება წინა კვირის პირად ურთიერთობაში. აქ სამკუთხედები შეიძლება გქონდეთ სასწავლო ურთიერთობაში და არის ყურადღება მისაქცევი, თუ სამკუთხედები არ არის, შეიძლება რაღაცა მესამე ფაქტორი ერევა ურთიერთობაში, რაც აფერხებს თქვენს პირადს. ცდუნებების კვირაც იქნება სხვათა შორის საკმაოდ შესაძლებელია თქვენს პარტნიორს ან თქვენ ჭკუის დარიგება მოგინდეთ და ჭკუის სწავლება ერთი მეორესთვის. ეხლა რაც შეეხება რჩევას მომდევნო კვირაში. გამოხატეთ ინიციატივები, იყავით აქტიურები, იყავით მიზანდასახულები, დაიცავით პირადი საზღვრები, დაიცავით თქვენი ინტერესები. თავი არავის დაუხაროთ, ორი სიტყვით რომ აგიხსნათ, იყავით მოქნილების ხარტები, ენერგიულები, მოდუნების უფლება თქვენ ამ კვირაში არ გაქვთ. წინ წახვიდეთ მიზანი დაისახოთ, იმ მიზნისკენ იაროთ, ნაბიჯ ნელ-ნელა განვითარდეთ, შესაძლებელია აქ რაღაც ახალი საქმე წამოიწყოთ, ახალი ფინანსური კუთხით განსაკუთრებით სიახლეები. არ გქონდეთ პოზიცია მაინც და მაინც რომ მე ყველაფერი ვიცი და მე არაფრის სწავლა არ მინდა, პირიქით სწავლაზე იყავით ორიენტირებულები და განვითარებაზე, ზრდაზე. აქ არ თქვათ, რომ всё, მე მივახციე ჩემსას და ერთ ადგილ იმაზე ვდგავარ ტახტრევანზე და აღარ მესაჭიროება მეტი ზრდაო, ესე არ ქნათ, არ გაჩერდეთ, არ მოდუნდეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, ისა და ისა დაალაიქეთ. მადლობა ყურადღებისთვის.